გამარჯობა. დღეს მოვგზავნოთ ძალიან საინტერესო სახეს. ინტერნეტში ძალიან იშვიათად შემოხვედრია. ერთმა ქალბატონმა მოინდომა ამ სახის მოგზავა და გადავწყვიტე ვიდეოს სახით ჩამეწერა, რომ უფრო გაადვილებოდა დაძლევა ამ სირთულეების. ამ სახის, ანუ უზორის მოსაქსოვად საჭირო ავკრიფოთ თვლების რაოდენობა, რომელიც იყოფა 10-ზე პლუს 2 გარე თვალი. მე ავკრიფე 32 თვალი, ანუ 30 10-ზე იყოფა პლუს 2. ჩვენ მოსაქსოვი გვექნება ფუძე. 2 რიგი, რომელიც შემდგომში არ განმეორდება. ეს იქნება ძირი, ასე ვთქვათ, საფუძველი. შეხედეთ, როგორ იქსოვება. პირველი თვალი გარე თვალი, შემდეგ გადაჯვარედინებული წაღმა. აი, საიდან შეუყარე. შემდეგ ჩვეულებრივი უკუღმა. გადაჯვარედინებული წაღმა. უკუღმა. და აი ასე ბოლომდე. გადაჯვარედინებული წაღმა, უკუღმა, გადაჯვარედინებული წაღმა, უკუღმა და ასე ჩავდივართ ბოლომდე. ალბათ ბევრს გაუჩნდა შეკითხვა, რა არის გადაჯვარედინებული წაღმა, რა არის ჩვეულებრივი წაღმა. საერთოდ როცა ვგსოვთ თვალს, ჩვეულებრივ წაღმაზე, ჩვეულებრივ უკუღმაზე, აი გარე თვალს გადავიღებთ და გაჩვენებთ. აი ახლა უნდა მოვგსოვოთ წაღმა. შეხედეთ, როგორ გამოიყურება ეს ძაფი, რომელიც ჭხირზეა გადაკიდული, ეს თვალი. აი ასე გამოიყურება, ხო? ქართული ის მსგავსი. ეხლა გვჭირდება ჩვეულებრივი წაღმა და არა გადაჯვარედინებული. თუ გვინდა გადაჯვარედინებული წაღმა, ჩვენ მოგვიწევს საპირისპირო მხრიდან მოგსოვა. აი ვეცდები დაგანახოთ, შეხედეთ, ძირი როგორ აქვს გადაჯვარედინებული. აი ეს ვარიანტი. აი ძირი გადაჯვარედინებული. მაგრამ ჩვენ ახლა არ გვინდა გადაჯვარედინებული და ამიტომ გვსოვთ ჩვეულებრივ წაღმას. შემდეგ ეს თვალი უნდა მოვგსოვოთ გადაჯვარედინებული უკუღმა. მოდით აქაც ცოტა დაზუსტებით ვისაუბროთ. მე თუ უკუღმა მოვგსოვე ასე, აი ხა ძაფს ჩავწევ და შევხედოთ თვალი როგორ გამოიყურება. ფეხები განგანზე აქვს, ხო? აი შეხედეთ, კედლები არის დაცილებული. ეს ჩვეულებრივი უკუღმა იქნება. ჩვენ კიდევ გვინდა გადაჯვარედინებული უკუღმა. აი ამიტომ მე უკუღმა მხრიდან ვგსოვ, ხედავთ, კედლები როგორ ერთად არის მოსული, უკუღმა მხრიდან ვგსოვ უკუღმა თვალს. ანუ წაღმა ჩვეულებრივი წაღმა გვინდა, უკუღმა კიდევ გადაჯვარედინებული. აბა კიდევ გავაკეთოთ ჩვეულებრივი წაღმა, უკუღმა, გადაჯვარედინებული და ასე ბოლომდე. ეს არის ჩვენი ფუძის მეორე რიგი, რის შემდეგაც დაიწყება ძირითადი სქემა. ახლა დავიწყებთ პირველი სქემის ძირითადი პირველი რიგის მოგსოვა. ჩვენ ვისწავლეთ, როგორ უნდა გაკეთებულიყო ფუძე, ეს იყო 2 რიგიანი და უკვე გადავედით ძირითად სქემაზე. თქვენ ხედავთ ახლა ძალიან ლამაზი სახეა და ეს სახე მინდა გითხრათ, რომ ამ სახის რაპორტი შედგება 10 თვალისაგან. რა არის რაპორტი? რაპორტი არის ის მანძილი, თვლების ის რაოდენობა, რომელიც მეორდება. აი ახლა დააკვირდით, აქ არის ფოთლის მსგავსი, ხო? ეს კიდევ გამეორდა, მე კიდევ გამეორდა. მე ადრეც გითხარით, რომ ავკრიფე 32 თვალი. ანუ მე გავითვალისწინე 3 რაპორტი, 3ჯერ გამეორება ერთი და იგივეს. თქვენ შეგიძლიათ აკრიფოთ 42, 62, 72 და ასე შემდეგ. რამდენიც დაგჭირდება ციგანეში. ძირითადი არის რაპორტი 10 თვალი, რომელიც მეორდება და მეორდება. ეს არის სიგანეში. სიგანის რაპორტი. არსებობს სიმაღლის რაპორტი.
სიმაღლის რაპორტი არის 8 რიგი. 8 რიგს როცა მოვჩებით, ისევ ახლიდან ვიწყებთ ამ 8 რიგს კიდევ მოვხსოვთ, მე კიდევ 8 რიგს მოვხსოვთ. ანუ 1-8-ს რომ მოვხსოვთ, მე უკვე გვამახსოვრდება და ადვილად შეგვიძლია შემდეგები მოვხსოვოთ. ან ასე ჯობია ჩაიწერეთ ჩემი ახსნა, აი პირველ რიგში რას ვაკეთებთ, მეორე რიგში რას ვაკეთებთ და ესეც ძალიან დაგეხმარებათ. მოდით დავიწყოთ პირველი რიგი. გარე თვალი. შემდეგ 2 თვალი ერთად წაღმა უნდა მოვხსოვოთ მარცხენა მხრიდან. აი, შეხედეთ. ნამატი არის, როცა თქვენიდან გარეთ გადაკიდებ ძაბს. მე ამ ნამატს თითს დავაჭერ ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან ადვილად ჩამოვარდება ხოლმე. ამიტომ აი ესე თითს დავაჭერ. შემდეგ გადაჯვარედინებული წაღმა. მე რომ აქედან მოვხსოვო, შეხედეთ, გვერდები შორს აქვს. როგორც ვთქვით, გადაჯვარედინებულს კიდევ გადაჯვარედინებული უნდა გქონდეს, როცა შეუყრით ჭხირს, იმ დროს გვერდები. ანუ გადაჯვარედინებული წაღმა, ჩვეულებრივი უკუღმა. გადაჯვარედინებული წაღმა, ჩვეულებრივი უკუღმა, გადაჯვარედინებული. შეხედეთ, აი საიდან უყრი წაღმა, ჩვეულებრივი უკუღმა და ბოლოში 2 თვალი ერთად წაღმა. ერთი რაპორტი მოვჭით ამით. ერთი რაპორტი. ანუ როგორ იყო გავიმეოროთ, 2 თვალი ერთად წაღმა მარცხენა მხრიდან, ნამატი, გადაჯვარედინებული წაღმა, უკუღმა, გადაჯვარედინებული წაღმა, უკუღმა, გადაჯვარედინებული წაღმა, უკუღმა და 2 თვალი ერთად. დავიწყოთ ეს რაპორტი ისევ თავიდან. 2 თვალი ერთად წაღმა მარცხენა მხრიდან. აი ასე. შემდეგ ნამატი ჩემიდან გარეთ, გადაჯვარედინებული წაღმა, უკუღმა, გადაჯვარედინებული წაღმა, უკუღმა, გადაჯვარედინებული წაღმა, უკუღმა და 2 თვალი ერთად წაღმა მარცხენა მხრიდან. ესეც მეორე რაპორტი დავამთავრეთ. დავიწყოთ ისევ 2 თვალი ერთად წაღმა მარცხენა მხრიდან, გადაჯვარედინებული წაღმა, ბოდიში ნამატი უნდა გავაკეთო, აი გამომჩა ნამატი, გადაჯვარედინებული წაღმა, უკუღმა, გადაჯვარედინებული წაღმა, უკუღმა, გადაჯვარედინებული წაღმა, უკუღმა და ბოლოს 2 თვალი ერთად და 1 დარჩენილი უკვე არის გარე თვალი, რომელსაც უკუღმა ვგსოვთ. ეხლა აი თქვენ ნახეთ, რომ ჩვენ გავაკეთეთ ნამატები ამ რიგში და ვნახოთ შემდეგ რიგში როგორ მოვგსოვთ ამ ნამატებს. დავიწყოთ მეორე რიგი. მეორე რიგში გარე თვალი და 2 თვალი უკუღმა. ჩვეულებრივად მოვგსოვთ, წინიდან შევუყარე და 2 თვალი ერთად მოვგსოვე უკუღმა. ეხლა შეხედეთ, გადაჯვარედინებული უკუღმა. აქედან თუ მოვგსოვე არ არის გვერდები დაახლოებული და გადაჯვარედინებული. ამიტომ უკანა კედლიდან უნდა მოვგსოვო. ადვილად რომ მოვგსოვო, ცოტა ძნელია შეღრა. აი მარცხენა თითის შუა თითით, აი ეს თვალი ცოტა წინ გამომაქვს. აი შეხედეთ, რომ ადვილად მოვგსოვო გადაჯვარედინებული უკუღმა. შემდეგ წაღმა, გადაჯვარედინებული უკუღმა, წაღმა, გადაჯვარედინებული უკუღმა,
შემდეგ ნამატი ჩემიდან გარეთ და შეხედეთ შეგხვდათ ნამატი. ამ ნამატში ორი თვალი უნდა მოვგზავნოთ. გადაჯვარედინებული უკუღმა, ნახეთ, უკუღმა, აი ასე, აი გადაჯვარედინებული უკუღმა მოვგზოვე, ხედავთ? ამ ნამატიდან შემდეგ ეს ნამატი, აი როგორ ავაცვი, ნახეთ? აი ესე შევუყარე, რათა ორი თვალი ერთად მოვგზოვო. კიდევ მინდა გაჩვენოთ. ნამატს შევუყარე, ძაფი წინ წამოვიყვანე და ეს ორი თვალი ერთად მოვგზოვე. ანუ ნამატმა ასე ვთქვათ, ორი თვალი გააკეთა. ამის შემდეგ ისევ ეს 10 თვალი მორჩა, პირველი რაპორტი მორჩა და ისევ შემდეგ რაპორტს ვიწყებთ. ორი თვალი უკუღმა. ვიმეორებთ კიდევ. ორი თვალი უკუღმა. შემდეგ გადაჯვარედინებული უკუღმა, წაღმა. გადაჯვარედინებული უკუღმა, წაღმა. გადაჯვარედინებული უკუღმა და აი ახლა ნამატს ვაკეთებთ. ნამატი და კარგად დააკვირდით. აი აქ შეგხვდა აი ესეთი ნამატი, რომლისგანაც გადაჯვარედინებულ უკუღმას ვაკეთებ, აი შეხედეთ, მოვგზოვე, ხო? მერე ამას ისევ წამოვაგებ, აი ესე ჩხირზე და ორ თვალს ერთად, შემდეგ თვალთან ერთად მოვგზოვ უკუღმა. აი ასე. კიდევ შემდეგი რაპორტი გვაქვს გასაკეთებელი. ორი თვალი ერთად, შემდეგ გადაჯვარედინებული უკუღმა, წაღმა. გადაჯვარედინებული, შეხედეთ, უკუღმა, წაღმა. გადაჯვარედინებული უკუღმა, შემდეგ ნამატი და ისევ შეგხვდა ნამატი, აი, რომელსაც მოვგზოვთ გადაჯვარედინებულ უკუღმად, მოვგზოვე, შემდეგ აი ეს ძაფი წამოვაცვი, ასე და ეს და ეს უნდა მოიგზავნოს ერთად, ეს და შემდეგი თვალი. ერთად უკუღმა. ბოლოს დამრჩა ერთი თვალი, რომელიც არის გარე თვალი და ერთად მოვგზოვ. ესე ჩვენი მეორე რიგი. მესამე რიგი. გარე თვალი. ორი თვალი ერთად წაღმა, მარცხენა მხრიდან. აი შეხედეთ, ორი თვალი ერთად წაღმა, მარცხენა მხრიდან. ნამატს გვსოვთ, აი ახლა შეხედეთ ერთი წუთი. აი აქ ნამატი უნდა ყოფილიყო და შემთხვევით ჩაძვრა. რა გავაკეთოთ თუ ნამატი დაკარგულია? ჩვეულებრივად ამოვწევ და გადავაცმევ. ესეც ნამატია. ეხლა ეს ნამატი მოვგზოვოთ უკუღმა და იგივე ნამატიდან, აი წამოვაცვი კიდევ, გადაჯვარედინებული წაღმა უნდა მოვგზოვოთ. გადაჯვარედინებული წაღმა. შემდეგ ნამატი, გავაკეთეთ ნამატი, გადაჯვარედინებული წაღმა, უკუღმა. გადაჯვარედინებული წაღმა, უკუღმა და ორი თვალი ერთად, აი შეხედეთ, მარცხენა მხრიდან უყრი, აი ორი თვალი ერთად. საკმაოდ რთული
მოსაქსოვია. ანუ ერთი რაპორტი მოვგზავნეთ. ვიწყებთ ისევ ახლიდან ამ რაპორტს. ორი თვალი ერთად უკუღმა. აი ბატონო მოვგზავნეთ. შემდეგ აი ნამატი შეგხვდა. ნამატს გსოვთ უკუღმა, კიდევ წამოვაცვათ ეს ნამატი და მოვგზავნოთ გადაჯვარედინებული წაღმა. ერთი წუთით აი ესე გადაჯვარედინებული წაღმა. შემდეგ ნამატი გავაკეთეთ, გსოვთ გადაჯვარედინებულ წაღმას, უკუღმას, გადაჯვარედინებულ წაღმას, უკუღმას და შემდეგ ორი თვალი ერთად, ნახეთ, ორი თვალი ერთად წაღმა. ერთი წუთით გავასწორო, ორი თვალი ერთად წაღმა. ისევ ვიმეორებთ. ორი თვალი ერთად წაღმა. აი ასე. მერე შეგხვდა ნამატი, გსოვთ უკუღმა. ისევ წამოვაგებთ ამ ნამატს. ანუ ერთი ნამატიდან იქსოვება ერთი ჩვეულებრივი უკუღმა, ერთი გადაჯვარედინებული. აი, გადაჯვარედინებული. ამის შემდეგ იქსოვება ნამატი და გადაჯვარედინებული წაღმა, უკუღმა, გადაჯვარედინებული წაღმა, უკუღმა. შემდეგ ორი თვალი ერთად, ნახეთ, აი, ორი თვალი ერთად წაღმა. და უკუღმა. ესეც ჩვენი მესამე რიგი. მეოთხე რიგი. გარე თვალი. ორი თვალი უკუღმა, ორი თვალი ერთად, შეხედეთ, ორი თვალი ერთად უკუღმა. შემდეგ გადაჯვარედინებული, აი ნახეთ, თითით როგორ ვატრიალებ, იმიტომ რომ რთულია ამის მოგზოვა. გადაჯვარედინებული და ეხლავე გადაჯვარედინებული უკუღმა, შემდეგ წაღმა, გადაჯვარედინებული, აი ესე ვატრიალებ, რომ გამიადვილდეს უკუღმა, შემდეგ ნამატი. ეხლა შეხედეთ, წინა რიგის ნამატი შეგხვდა, რომელშიც ისევ გადაჯვარედინებულ უკუღმას ვგსოვთ და მერე ჩვეულებრივ, აი ისევ წამოვაცვი და ჩვეულებრივი წაღმა, არა გადაჯვარედინებული, არამედ ჩვეულებრივ წაღმას მოვგსოვთ. შეხედეთ და აი მოიგზოვა ისევ გადაჯვარედინებული უკუღმა. გადაჯვარედინებული უკუღმა. ამის შემდეგ ორი თვალი უკუღმა. მოვჭით ერთი რაპორტი. ერთი რაპორტი მოვჭით და ისევ ვიწყებთ. ორი თვალი ერთად უკუღმა. შემდეგ გადაჯვარედინებული, აი, გადაჯვარედინებული უკუღმა. წაღმა ჩვეულებრივი, გადაჯვარედინებული უკანა კედლიდან გსოვთ, ცოტა რთული მოსაქსოვია, უკუღმა, ნამატი. ეხლა წინა რიგის ნამატი დამხვდა, რომელშიც პირველად გადაჯვარედინებულ უკუღმას გსოვ. და შემდეგ აი ამ ნამატზევე გადავაცვი და ჩვეულებრივი წაღმა მოვგზოვე, რომ ნახრეტი დარჩეს. აი აქ ჩვეულებრივი წაღმა. შემდეგ ისევ გადაჯვარედინებული უკუღმა და ორი თვალი ერთად უკუღმა. მეორე რაპორტი მოვგზოვეთ. კიდევ გავიმეოროთ მესამე რაპორტი. ანუ ორი თვალი ერთად უკუღმა,
შემდეგ გადაჯვარედინებული უკუღმა, წაღმა, გადაჯვარედინებული უკუღმა, წინა რიგის ნამატი შევხვდა, სადაც გადაჯვარედინებულ უკუღმას მოვქცოვ, ისევ ამოვწიე ეს ნამატის ძაფი და ახლა წაღმა მოვქცოვე. ანუ ამ ნამატიდან ვქცოვ გადაჯვარედინებულ უკუღმას და ჩვეულებრივ წაღმას. შემდეგ ერთი წუთით ნამატი გამომრჩა, ერთი წამი ნამატი გამომრჩა. ეხლავე ხო, როცა მოვქცოვე ორი თვალი ერთად, გადაჯვარედინებული უკუღმა, წაღმა, გადაჯვარედინებული უკუღმა და მერე არის ნამატი. და აი ამის შემდეგ ვსოვ წინა რიგში ნამატის გადაჯვარედინებულ უკუღმას და წაღმას. შემდეგ გადაჯვარედინებული უკუღმა და ორი თვალი ერთად უკუღმა. ბოლოს გარე თვალი.